შეისუნთქავ ცხვირი. აი სადაც შენ ბოლოში ჩაგაკ, სიმღერის დროსაც ეს უნდა იყოს, აუცილებლად სიმღერის დროსაც ეს უნდა იყოს. შენ ცოტა ყელს აწვევი, ცოტა კი კარგად აწვევი ყელს. გინდა რომ აი ყელით რაღაცა გამოაჩინო, არ ვიცი. ყელით მღერი, ეს ერთი. მეორე არის ძალისებურად მღერი. რაც არ უნდა კონდეს, არ შეიძლება. ანუ უნდა ვისწავლოთ ჩვენ ლამაზად მღერა. ბელკანტოს სკოლა რა არის? ლამაზად და ტექნიკურად სიმღერა. ტექნიკა რა არის? სუნთქვა და ვოკალური ტექნიკა კიდე რაც სავარჯიშოები. აი ხა გააკეთე სუნთქვითი ვარჯიში ესეთი. აი ცხვირი სადამდეს გეყოფა, ოღონდ ჩაიტანე ქვემოთ, თითქოს ჯდები, თითქოს დაჯდომა გინდა. აი იმ პოზიციაში უნდა ჩავიდეს ბოლო ბგერა და როცა შემღერი ხარ ბოლოს რო აჩერებ, უნდა გააჩერო კარგად, არ უნდა მოხსნა. გინდა იქ პაუზა იყოს ან რამე, მაინც უნდა მიიტანო ბოლოდან აზრობრივი რამ რაც არის ნაწარმოებში თემაში. უყურე, აიღებ. ოღონდ რაც შეიძლება ნელა, კარგად მოიმარჯვეს სუნთქვა. ავიღეთ ცხვირი სუნთქვა, არანაირი მხრეები ისინი ყველაფერი მშვიდა. აი რა სადამდე შეგილია ბოლომდე ჩაიდე თითქოს ჯდები. კი ბატონო. კი, აღონ რა წითლებამდე არ უნდა მივიდე სახე, ხო? ანუ რო წითლება ადამიანი, ესე იგი სუნთქვა არასწორია და არ მივდივარ სწორად. ესე იგი ჩვენ ახლა ავიღებ სუნთქვას. და რამდენიმეჯერ დავაკეთოთ ეს, რომ მიხვდეს სად უნდა ჩაიტანო ბგერა. ავიღეთ სუნთქვა მხრების სუფთად, ყველაფერი გასწორებული. აი გაიგე, კიდე რამდენიმეჯერ გააკეთე. ანუ მართვა უნდა ისწავლო ხა სუნთქვის. ნელა დავიღე, ნელი ნაკადით, აი ამ ვარჯიშს გავაკეთებ ნელი. ავიღეთ კი. რა კიდე ერთხელ გააკეთე? კი ბატონო. ეხა სუნთქვის დროს დავაკეთო თავის მოძრაობა. ამოძრავე, აი ესეც ვარჯიშია, ყველა პოზიციაში სუნთქვის მართვას ისწავლე ამითი. მიდი. აი კი ბატონო, კი. სადამდეს კიდე კარგად დააფიქსირე. გაიგე ვარჯიში ამისი? აუცილებლად. ეხლა მუცელს უნდა მივაწვეთ. თითქოს რაღაცას ბერავ, აი თითქოს რაღაცას შინას. აი კი ბატონო, მუცლის ხარე მიაწექი. აწევი. აი ეს მუცელიც უნდა იყოს ჩართული, კი? გააკეთეთ ვარკი. კიდე აბა. კი ბატონო. კიდე. გაიგე ვარჯიშები, აი ეგ ვარჯიშები შენ ძალიან, არ ვიცი ხა თავრუსხება გქონდა თუ არა. იცის ხოლმე თავრუსხება და დასაშვებია. თავარია ყელი მოვუშვათ, რაც ყელის პრობლემა გვაქვს ახლა ჩაგვერთო ყელის პრობლემა და უნდა გქონდეს აუცილებლად. და ეს სავარჯიშები უნდა აკეთო ყოველ დღე. ეს არის ელემენტარული, მე კიდე დავამატებთ სავარჯიშოებს, რაც საჭიროა. აუცილებლად ყელი გაქვს ძალიან მოჭერილი, არ უნდა გქონდეს. და ძალიან შლი ბგერებს მაღლებში განსაკუთრებით უნდა იყოს ოს პოზიცია, აუცილებლად უნდა იყოს ოს პოზიცია. აი ამ პოზიციაში უნდა იყოს ყველა ეს ბგერები.
უ ყველაფერი 2 პოზიციაში. თორე ყელზე დაგიჯდება და არ იქნება ხარისხობრივად ანუ ყელი დაგიზიანდება რა. არ უნდა ვაკეთოთ ესე. ეს ერთი.